ჩვენ დღეს შევიკრიბეთ აქ, რათა ჩავატაროთ დაჯილდოების ცერემონია კონკურსის წერ თავისუფალ თემას გამარჯვებული ბავშვების, მოსწავლეების. როგორც მოგეხსენებათ, ეს კონკურსი ტრადიციულად მე-10-ად ტარდება წელს. ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩვენი მასპინძელი, თანაორგანიზატორი და სპონსორი მთავარი არის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU. დღევანდელი დღე შეიძლება ითქვას, რომ არის ჰუმანიტარული განათლების ზეიმი. განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის ჰუმანიტარული განათლება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. მოგეხსენებათ, ჰუმანიტარული განათლება არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი შემოქმედებითი აზროვნების განვითარებისთვის, თუმცა ამასთანავე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჰუმანიტარული განათლება ზუსტად აყალიბებს იმ ღირებულებებს და იმ სულისკვეთებას, რომელიც ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალ თაობას გააჩნდეს. ეს არ არის მარტო კონკურსში გამარჯვება, ეს არის თავისუფალი აზრის გამარჯვება და რაც მეტი და ძლიერი თავისუფლად მოაზროვნე შვილები ეყოლება ერთს, ის ერი უფრო წარმატებული და უფრო განვითარებული იქნება და ამის იმედი გვაქვს ჩვენ. თავისუფალი თემის კონკურსზე იმიტომ გამოვედი, რომ მიყვარს განსაკუთრებულად ლაღად წერა. სხვანაირი დინება აქვს თემას, როდესაც თავისუფლად და გახსნილად წერდა. სწორედ ამიტომ გამოვედი წინა წელსაც და წელსაც ამ ოლიმპიადაზე. ამამად ვიტყვი, რომ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კონკურსია, რომელშიც მონაწილეობა მიმიღია. წინა წელს სამწუხაროდ კრახით დასრულა ჯები ამ კონკურსში მონაწილეობა, მაგრამ მეორე წელსაც ვცადებედი და ამ ყველაფერმა გაამართლა. ძალიან ბედნიერი ვარ. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა SEU-ს. ჩემი ამ კონკურსში მონაწილეობის მიზანი იყო, რომ გამომეჩადა საკუთარი თავი, შენიძლია თუ არა რაღაც მაღალი ღირებულების ზავნილის გადაცემა მკითხველისთვის და როგორც აღმოჩნდა, შემძლებია. ეს ასევე არის კიდევ ერთი დიდი სტიმული, რომ განვავითარო ეს უნარი და მეტ ადამიანს მივაწოდო ცოდნით გამკითხებული თავისუფალი აზროვნება.